ამდენი ამ პატარა ჩანთაში ძიმა. რით ვერ ჩაალაგე მართლა. ხო და იცი რა არის? აი მინიმალური რაღაცები ავარჩიე, მაგრამ ჩანთა მაგ არც თუ ისე დიდი. სადარიან ჩვენ გოგოები? ჩაგეტევა მაგაში ყველაფერი. ჩამეტევა, აი რანაირ ყველაფერი ჩაგეტევა. ჩემი გოგოები უკვე ჩალაგებულან. ელსახს ვატებ. ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ყველამ დავეხმაროთ პატარა სამყარო ჩანთაში სასურველი რაოდენობით ასასვრის ჩალაგებაში. იქნება. მე ჩავდებ, ჩაგიდი. იდა რა აი ჩემი გოგოები. გამგზავრების წინ კარგია ჩამოჯდომა. აი ხო ერთი წუთი სიჩუმე. გამჯდია? კარგია ჩამოჯდომა. ჯექი. თქვენ როგორ ჩალაგდი? მე ჩემი შვილის ერთი კვირის სამყოფი ჩემოდანი ჩავალაგე. მეც რაღაცა საიდუმლოებები მიდევს ჩემოდანში, ბაიკოს თავის საიდუმლოებები და შენ როგორც ყველა მამაკაცს ჩვენ ჩაგილაგებთ. რატომ არის ეს ქართული წესი ასეთი რომ? ვიგასალა ეგ ვინგ მოგატყუა. არ ვიცი, აი მე მაგალითად ჩემს მეუღლეს მეულაგებ. დიახ მეც. რატო მე რო ჩადიხარ რო დაინახავს და ეს რაც ამოგიღია ქალო რო გეტყვის კაია. ამიტომ არ ვლაგებ მე. ჩემი ვის ჩავალაგებია ჩემს. შეთანხმებით. იმიტომ რომ ეხლა თუ თან ეკითხები და ეს ჩავდო იქ. იცი რა არის, რომ გაავთავებ ხუთცალ პერანგს და ის ისე რომ ჩაკუჭავს, ჩაგიყრის წყალში ამ ყველაფერს, მე კარგად ჩახალთ ვერია შეიძლება? არა, ხანდახან არ არის ეს საშუალება. აი მე ჩემ პრობლემას გაგამდო. აი ზუსტად იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივად ალაგებდა, ვიდრე მე გამიცნობდა, ოღონდ ალაგებდა არა ქალური პრაქტიკულობით, რასაო, ვიცი რომ ის რო არ დაკუჭულიყო, ამას ახერხებდა, მაგრამ ბევრი რაოდენობით დასაცმელი არ ეტეოდა და მეც რადგან მისი მოსწავლე გახლავთ, ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს. ეხლა მინდა ზუსტად ეს ქალური რაღაცა. კი, ცოტა ხანი ინტრიგა შევინახოთ, ეს ყველაფერი ინსტრუქცია იქნება, ესეთი ვთქვა. ჯერ ერთი სოფისები იქიდან რომ რაც ძალიან იკუჭება არ უნდა ვატაროთ. მე დიდი ხანია გადავედი იმაზე, რომ ვიყიდო ისეთი თეთრეულიდან დაწყებული ტაცაცმლით დამთავრებული, რომ გარეცხავ მერე აი ცოტა უთო დასჭირდეს და არა აი ესეთი უთაობა. მით უმეტეს პერანგები მამაკაცებს თუ რაღაც სამსახურეობრივი მივლინებით არ მიდის ზაფხულში, შეიძლება ჩაიცვა ისეთი დაგოჭრე. რა თქმა უნდა. ნამდვილად გეთანხმები. ძალიან მოვიდა რომ უთო ეზარება ფენერები. წინ ჩემეულეს აჩუქეს პერანგი, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მე ხლაც ავარავარ დიდი პროგრესული, მაგრამ მაშინ თვითონ ჩამორჩენილი ვიყავი და აჩუქეს რაღაცა პერანგი და მე ვფიქრობ ძალიან გასაუთაებელია და დიდხანს ვაუთავე, დიდხანს ვიწელებინა, როგორც დიდხანს ვასველე და მე მივხვდი რომ ეს იყო მოდა მეგობრებო. ეს იყო ბნელ წლებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ავიტაცე ეს მოდა და აქამდე ვცდილობ რომ ყველაფერი იყოს. ერთი თბილი ის ხო უნდა გეგდოს კაბა, მამაკაც რო შესწივდეს. ჩემოდანში აუცილებელი თემა. ჩემოდანში ჩალაგების რამოდენიმე მეთოდი არსებობს, ასე თქვა და ასევე ძალიან მსგავსი რამოდენიმე პრობლემა, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაგხვდება ხოლმე თავს და რატომაც ჭკუას მაინც არ ვსწავლობთ, ხო? კი, მეც მქონია ასეთი სიმწარეები ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე. განსაკუთრებული სიმწარე იყო ერთხელ, როდესაც წავედი მომზადებად ამინდის თვალსაზრისით და ძალიან შემცირდა. გაიყინე. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა. მოდი გინდოდა რომ კაი ამინდი ყოფილიყო, თუ? მოდი შემოსაყვარებ. აი მას წაიღებდი ხო შენ თვითონ? ეს მაგრამ უმეტონა სხვათა შორის. ხო, მართალია, ერთთან ერთად დასასწრები. მეორე სიმწარე კიდევ. ბუდიში გვანც არა. არ საწასაყანო. ჩვენი პროდიუსერების მომავალი წლის გადაწყვეტილებაზე გიჟდები რა ახალი სეზონის. კარგი, ესეც ინტრიგად იყო. ინტრიგად იყო. მეორე სიმწარე არის ის, რომ დაუფიქრებელი, ასე ვთქვათ. არ ვიცი რა გამომადგება ყველაფერი წავიღო. და იმის მერე ვისწავლე ჭკუა, რომ ზუსტად ვიცი ამ ზედას, ამ ქვედასთან ჩავიცვამ და ამიტომ ჩავდებ ამ ორს. და კიდე ერთს მიამატებ, რომ კომბინაცია მეორე დღისთვისაც გამოგაჩნდეს. ამიტომ ეს ძალიან მადგება ჩემი მწარე გამოცდილებიდან, ნუ ვისწავლე ჭკუა, ასე ვთქვათ. მწარე გამოცდილება ყველას გვაქვს. მე ხშირად მქონია ფეხსაცმელთან დაკავშირებით, რომ არა კომფორტული ფეხსაცმელი მიმაქვს, ხომ მით უმეტეს თუ მივდივარ ქვეყნის გარეთ, მიყვარს ძალიან ფეხის სიარული. ხო, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გართობა, ასე ვთქვათ, აი ეს რო ათვალიერებ ამ ყველაფერს და არა ერთხელ დაბრუნებული დაწყულებული ფეხებით, იმიტომ რომ აი ეს. კაბას აზიხარ, დიმიტრი, კაბას, რომელსაც აუთავებდა მთელი ჩემი კოქტეილის კაბა, ვაი და რა ხდება ზღვაზე. დაგოჭრილი ქონდა, სადაც მე დავაჯექე, მივაუთოვე ცოტა. მართალი ხარ, თიკა, შეიძლება თიკას შევეპასუხო, ეს გავავრცო მის თემა. აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს მე მგონი ყველას გამოგვიცდია, ხო, ცოტა ატყავებული ფეხის ნაწილები, ფუსლები ან რაღაცა, როდესაც სეირნობა გვიწევს და განსაკუთრებით მაგ დროს არ უნდა ძალიან დიდი ბოდიში რომ მოვედი. რა გავაკეთო? მინდა რომ დაგიხსნა. ანუ სპორტული ფეხსაცმელი ავსებაც უნდა გვედოს. სპორტული ფეხსაცმელი.
ყველა ჩანთაში. არა, სპორტული ფეხსაცმელი შეიძლება იყოს მოუხერხებელი. კედმა რო შეიძლება გაგიხეხოს ფეხი, ეგრე არაფერი. რეკლამები არ გამაკეთებინო, თუ ვიცი რაც არ გაგიხეხავს. მე არც ერთი სიტყვა. და არ დავაპირებ დღეს რომ დაგაცავთ არც ერთს. კაი, მაშინ შენ ჩაღალაგე, შენი ჩემოდანი და ჩვენ მოკლედ ფეხსაცმელი უნდა იყოს გამოცდილი და არავითარ შემთხვევაში ახალი და ჯერ გამოცდილი ფეხსაცმელი როგორც არ უნდა გინდოდეს, არ წაიღოთ მოგზაურობაში. მაფიოზები რა საკეთებდნენ? ახალ ფეხსაცმელს აცმევდნენ ბიჭები რო ყავდათ იქ. მაფიოზოები. კიდე მაფიოზებად ვიცამაშოთ. აცმევდნენ იმას ატარებინებდნენ ცოტა თუ ახალი იყო სანამ მოძოლდებოდა და მე რეიცი. ახლა რო გიყურებ მომინდა რომ გექიმთან უშვებდნენ იმას რომ სოკო ხო არ ქონდა ფეხზე. დედა ჩემი მაწვევდა ესე თავის ფეხსაცმელებს და საჭმელო. მოდი რა გეცეკო მინდა ძალიან. ფეხი მკიო. მეგობრებო, ბავშვის ჩემადნის ჩალაგება ეს კიდევ აბსოლუტურად სხვა რამეა. მე მივხვდი ამას, იმიტომ რომ ბავშვს გარდა სამოსისა და ბევრი გამოსაცვლელი პირი ტანსაცვლისა, სჭირდება სათამაშოები იმისთვის, რომ თავისი ჰიგიენის ნივთები, მედიკამენტები, რომელიც არის აუცილებელი, რომელიც უნდა ჩაეტიოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის რაღაცა მოცულობის. ქოთანს ატარებდით ხოლმე სანამ პატარები იყვნენ. საული ყოფილა ეს. კი, თუ მივიდივართ მანქანით, აუცილებლად თუ არა და არა. ეს ყოფილა სასწაული. გონცა, ეგ მაინტერესებს ძაღლშად, აი, რამდენი ჯერ მეტი მიგაქვს, ვიდრე დღეები არის, ხო? 60? ხო. ალბათ დაისვლა გაოფლიან და რაღაცა გაჩნია სად მივდივართ. თუ მივდივართ ესეს ადგილას, რა თქმა უნდა, სადაც არის გარეცხვის საშუალება, მიგვაქვს დაახლოებით 2-3 ხელით მეტი და არა უმეტესი. და თუ ვიცით, რომ იქ არ არის გასაშუალება გარეცხვისა და გასუფთავებისა, მაშინ მე დათიკა ერთი ზომა ყოფილა. არ გიხდება გასუქებს მერწმუნე, რადგანაც ის უფრო გიხდება. საზაფხულო კაბა, რომელსაც აი შენ ძალიან ხშირად გიწევს ხოლმე და იმედია კიდე მოგიწევს. აი ეს რამოდენიმე დღით გამიწვიდა. ძიმა შენ გეკითხები. სამსახურეობრივი მივლინებები გიწევს ხშირად, ხო? რამდენიმე დღით. დაგიკარგავს ჩემოდანი? კი. უკანა გზაზე. წინაზე? წინაზე არა. მე ცოტა რაღაცები მოხმე რა. ხო, მაგრამ არ დაგიკარგავს. მაგრამ ხანდახან ხშირად ხვდები რომ ზაზე მეტ რაღაცები წამიღია და განსაკუთრებით ზღვაზე თუ მივდივარ. უკან ჩავომაგ ყველაფერი და მეორე დღიდან თბილისში ვისვენ. აი ეს უკან ჩამომაგ ძალიან ბევრჯერ გამოვცადეთ მე მგონი ყველამ და ხოთ შორის მე ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ ვინ ანუ ვიდრე იმდენი წავიღო რომ მე კარადაში ჩაკიდება მე ისევ ჩალაგება. ამიტომ როცა მივდივართ დასასვენებლად საპრანჭავად ხო არ მივდივართ რომ დავისვენოთ. ერთი გამოსასვლელი კაბა ვთქვათ ისეთი რომ აი ღამე ვთქვათ ან კლუბში ან რესტორანში ან სადმე და დანარჩენი ხელი 2-3 კაბა შარვალი თხელი და ფლოსტები ხელი 2-3 კაბა თხელი 2-3 შარვალი თხელი 2-3 ფლოსტები გაუხაება არ უნდა მიმაქ წამლები ძალიან შერჩეულად ისე რაზეც ვფიქრობ ხოლმე თოთო ჯერჯერობით გამოგდები რა რისთვის აი სხვათაშორის რომ მიგაკ არაფერი აღარ გემართება და როცა არ გაქვს მაშინ გჭირდება ხოლმე ხო? პარფიუმერია თითქმის არ მიმაქ იმიტომ რომ მე მგონი ყველამ უნდა დავასვენოთ ახალგაზრდა იქნება თუ ძველგაზრდა კანი და სხეული აი ესეთი მაკიაჟს რასაც გულისხმობ და დანარჩენ რჩევებს მერეც ვიტყვი. მე დავხსნით არა დავხსნით მე ჩვენს პანდორას ყუთებს და ყუთებს. შენ ამ ყველაფერს ამაში თუ ჩავალაგებ მე მგონი რომ მარტო ის არ ჩაეტევა მე რაც ქონდა მოსკული ამაში. სხვათა შორის კიდევ ჩემი ერთი გამოცდილება არის ესეთი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჩემოდანს, ჩანთას. როგორია ის, როგორი ფორმა აქვს, დრეკადია, არ არის დრეკადი. თავისი წონა აქვს თუ არა, მე წონა აქვს თუ არა. რამდენად აი ეს მექანიზმი თვითონ რამდენად იკავებს შიდა სივრცეს, იმიტომ რომ ბევრი ჩემოდანი სადაც იმდენად სქელია რომ სამწუხაროდ ბევრ სივრცეს იკავებს. ამიტომ ჩემოდნის შერჩევის დროსაც გმართებს პრაქტიკული არჩევა. კიდე ერთი აბავი რომ ხარისხიანი თუ არ არის ბორბლები სხვადასხვა ხარეს მიდის ან ძრება ან დაგამოხრუჭებს უცებ გადმოგივარდება აქ მოწოდებული სამგზავრო ჩანთებიდან აშკარად ყველას ერთი ტიპის ჩანთები აგვირჩევია ანუ მაინც მიუხედავად იმისა რომ ნაწილი სპორტული ჩანთები სპორტის რო ვახსენებს უძიებ ხო სპორტული ჩანთები უფრო ტევადია სხვათა შორის და ფსუბუქიც არის რატომღაც მაინც სატარებად თუ რეკლამა მინდა გავაკეთო ბრენდებს რა რომელია კაი სხვათა არის სპორტული ჩანთები სპორტულ ჩანთებს აქვს გორგოლაჭები კი ეს გორგოლაჭები ძალიან მაგარი გამოგონება იმიტომ რომ ძალიან დიდ კომფორტს გვაძლევს გადდიახ ვიტყვი კიდე რაღაცას აი ეს გორგოლაჭებიანი სპორტული იტევს მართლა მე ბალაგებ ხოლმე აი ასე ვკუჭავ ყველაფერს აი ასე აი ამ დონეზე და შემიძლია არ ვიცი მადუღარადან დაწყებული ჭურჭელიც კი წავიღო ისე მაგრამ ჭურჭელიც მიდევს ამ ჩანთაში მაგრამ იქ არის ლაპარაკი სიმძიმეზე თუ ჩვენ გვჭირდება თვითფრინავში სულ არის წვალება რომ 5 კილოზე მეტი არა ზოგი კი არის დასაშვები 8-ი მაგრამ 5 ხო 7-ით
7-იც არ ვიცი. გაზრდილა ძალიან კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიმძიმე ძალიან გასათვალისწინებელია. დიახ ბატონო. ამიტომ აი ეს ჩვენი ჩემოდნები, რომელიც შეიძლება ხელით ვატაროთ. ოდიში და სამდერო გაიზარდოს გიგა? აბა ძალიან კარგი რა, ბევრი რო ათრევით რა შკაია? არა, ეტევა და დაგაკ ხელით, ანუ მე ძალიან მოგებული ხარ, რომ არ დგახარ რიგში. აზრი არ დაკარგო, იმიტომ რომ მალე რეკლამაზე გავალ. ესე იგი მე მინდა ჩვენს მაყურებელს თქვა, რა მინდა ჭურჭელიც, ბალიშიც. იგნებით, სათამაშოებით. სხრევადი ჭურჭელი თუ ზედად ჩემი გოგოვის პრაქტიკული ჩემი მე პირდაპირ ეთერში გამოვიყენებ, ასე რომ ის ჩემ რომელზეც ვისაუბრეთ, პირდაპირ გადავიღე. მე მივიდიო ახლა ოლიმპიურ სოფერში რეკლამის შემდეგ დავხსნით ჩვენ ჩემოდნებს. დავედი ოლიმპიურ სოფერში. ადი, ჩვენ ისევ აქ ვართ და ისევ ჩვენი ჩემოდნებით. ვინც ახლა შემოგვიერთდა, შეგახსენებთ, რომ გადაცემის დასაწყისში ვცდილობთ თქვენთან ერთად ვისწავლოთ ჩალაგების კომფორტული სწორი მეთოდები, არა მარტო ტევადობის თვალსაზრისით, არამედ კი პრაქტიკულობის კიდე სხვა თვალსაზრისებით. საჭიროების თვალსაზრისით. ყველას თავისი მეთოდია. ჩვენი მეთოდები გვაქვს. ხო, და საერთოდ ნინო ხოშტარია, ცნობილია იმით, რომ შეუძლია ერთ პატარა ჩემოდანში მოათავსოს ბევრი სამოსი. 5 ჩემოდანი. მე არ ვიცოდი, ცნობილია მაგით? როგორ არ არის? არ მალაგებინებ შენ ჩემოდანს. ერთ გასვლით გადაღებაზე ეს ხდებოდა ქალაქ ქუთაისში. მახსოვს, წამოვიდა აი ამ ზომის სამგზავრო ჩანთი. და საკმაოდ ციოდა, რაღაც გაურკვეველი პერიოდი გაზაფხული იყო, თან ციოდა, თან მეორე დღეს აღმოჩნდა ძალიან ცხელოდა და ნუ მე და ნინო ერთად მოვხდით ოთახში და ის მან რო დაიწყო მოლაგება, აღმოჩნდა რომ პალტო 1, პალტო 2, ფეხსაცმელი თბილი 1, 2, 3, სპორტული, საზაფხულო ეგრეთ წოდებული რაღაცა ღია სანდლებიც. აბები 1, მეორე, მესამე, თმის საშრობის საშუალება. მოკლედ მერი პოპინსის ჩანთა საშუალება, სამაკიაჟო, აი მოკლედ გავგიშდი, მე ვთხარი, რანაირად ამოაწყო, ამდენი რაღაცა ამ ჩანთიდან თქო და მინდა რომ ეს თქვენ ნახოთ როგორ ხდება. კარგი, ამოვალა. ხო და მე არ გეთანხმებოდი ბაიკო, მინდა მირჩევნია ვინანო, ვიდრე ბევრი წავიღო. მე ასეთი ნერვიული სისტემა არ მაქვს. საერთოდ სინანოს ვცდილობ გავექცე ხოლმე და ყოველთვის მიმაქ ის რაც შეიძლება რომ მე გული დამწყდეს რატომ არ წამოვიღეთ თქო, მაგრამ დღეს ასეთი ექსპერიმენტი ერთხელ აქ ჩავატარეთ, მე მახსოვს უკვე, ანუ კომპაქტურად ჩადებაზე, ამიტომ დღეს ცოტა სხვანაირი მიმართულება ავიღეთ, თუმცა დეტალები ამ კომპაქტურად ჩალაგებისაც მაინც გამოყენებული გვაქვს. აი შენ ეს ამოვალაგებ, მე ჩავალაგებ. ზუსტად იმ პრინციპით, რასაც მირჩევ. მოდით, ვინაიდან ყველა სხვადასხვა მიმართულებით, ზოგი ზღვაზე მიდის, ზოგს ბავშვი ყავს და ზოგი კიდე მთაში, მე ვიქნები არაზღვის ვაღებ მიხურავს. მე ვიქნები არა ზღვის დამსვენებელი, ასე ვთქვათ, არამედ მთის. ხო, ჩაგდივიწრი. ხო, იმედია ჩანს, რომ ეს არის ძალიან მომცრო ზომის ჩემოდანი, ზუსტად იგივე, ვთქვათ, ბარგი, ისეთ დიდ ზურგჩანთაში შეიძლება ჩავდე. 1, 2 და 3. 1, 2 და 3 გაწია. ზემოდან დაждომა და დაკეტვაც არ ჭირდება. დავიწყოთ იმით, დღეს კომპაქტურად ჩადების ნაწილი აქეთ არის, მაგრამ დღეს მინდა ერთი ასეთი ხრიკია თუ რაღაცა წესი გავითვალისწინოთ. მოგეთ მივიდივართ, ვთქვათ, ერთი კვირით. იყოს 10 დღე თუ გინდა. და ვიფიქრე, რომ დღეს აი ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. რაც შეიძლება ცოტა ნიფთით და ბუნებრივია ცოტაა, ხო, ეს ნიფთი ვინაიდან ერთ ამ პატარა ჩემოდანის ერთ განყოფილებაში ჩაიდია. შევქნათ რამოდენიმე კომბინაცია, მაგრამ თან ჩემი ხასიათიც ხომ და გავითვალისწინა, რომ დამცხეს, რომ შემცივდეს, ცოტა საღამოს რომ საქმიანი შეხვედრა მქონდეს, რა იცი მთაში ვინ შეგხვდება, იქნებ ვინმეს დაბადების დღესაც უწიოს იქ და ცოტა გასაპრანჭიც უნდა ვიყო, მაგრამ თან უნდა ვიყოთ ცოტა იმაში, ხო, ჩავარდნილი თემაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ზღვა იტას, ცოტა პრიალას, ჭყიალას, ფარფატას, ცოტა გაპრანჭოს, მთაში ცოტა ნაკლებად მისაღებია ეს. ამიტომ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, მე ვფიქრობ, პირველი და მთავარი ნიფთი, რომელიც უნდა იდოს, მე ჩემ გამოცდილებას ვამბობ, მაყურებლები შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არა. ეს არის მუქი შარვალი. ჩემ შემთხვევაში ეს არის ჯინსი. ეს არის ჯინსი, იმიტომ რომ ჯინსი ზოგადად შექმნილია იმისათვის, რომ კარგად აიტანოს ჭუჭყი, ასე ვთქვათ, მსუბუქი ლაქები და თერმო დანიშნულებაც აქვს, ეს თერმორეგულაცია აქვს, ასე ვთქვათ, კარგი. სიცივეში ხდება. სულ მოდულია. ხო, სიცივეში გათბობს, სიცხეშიც ასატანიას ავსებით, ხო? როგორ ქონდა დაკეცილი უკაცრავად? იცი რა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად დაკეცვის თუ დაგვრჩეთ, რომ მე დაკეცვის კიდე ახალ ხრიკს ვისწავლეთ. ანუ ჯინსი 1, იმიტომ რომ ეხლა წავიდა ჩვენი 1, 2. და გაიცო. ჯინსი და თუ
ცხელა, ვთქვათ, გრილი მაისური. ხო, პრინციპი, ძირითადად ვფიქრობ, თუ ესე უცებ უნდა ჩავლაგდე და არც ისე დიდი ხნით მივიდივართ, ერთფერი, ვთქვათ, ზედები შევახავოთ, იმიტომ ჭრილის შეხამება ყოველთვის უფრო რთულია, ხო. აი, ჯინსი და ვთქვათ, თეთრი მაისური, შესანიშნავი სიცხეს. ხოჭა დამოუკიდებლად ყველაფერი მაქვს გადასჩენა. ეს თუ ცხელა თიკა, მაგრამ თუ ცოტა თბილა, მაგრამ არცივა, მაშინ გვაქვს ცოტა მკლავებიანი მაისური. ნუ შენ გაერთიანი მაშინ. ჯერ ზღვისკენ მივდივარ. ხო, ჯინსი და ესეთი მაისური. მოსაღამოვდა თიკა. მაგრამ აი ზაფხულია. აი ესეთი თხელი როგორ თქვა, თხელი ნაქსოვი სვიტრი, ეს არის ზაფხულში, განსაკუთრებით ზღვაზეც, მაგრამ თასში ძალიან პრაქტიკული, იმიტომ რომ თან გედება, თან ფილია, თან არ არის ზამთრის სვიტრი, ხო? და იქვე იმ თეთრ მაისურზე ჩამოიცვა. ეს უკვე 3. თეთრი პერანგი, მე ვფიქრობ, რომ ზაფხულში განსაკუთრებით ყოველთვის. აი, ეხლა მოსაღამოვდა, ბატონო? ბიზგოტერები მივალ როგორ არა? გამოტოვე ეხლა. არა. თეთრი პერანგი, თეთრ მაისურთან ერთად, მე ვფიქრობ, რომ თეთრი პერანგი, რომელსაც აი ესევე ჯინსზე ჩაიცმევ, უკვე სავსებით შეიძლება თუ რომელიმე ისეთ ცის კურორტზე ხართ, რაღაცა ან საზღვარგარეთ ხართ, ხო? საღამოს შეიძლება აი კოქტეილის ან დაბადების დღეა ვიღაცის სამკაულზე ვიტყვი მე, რომელიც სამკაული არ არის. თეთრი პერანგი, აბსოლუტურად პრაქტიკული, რომელიც პერანგათაც შეიძლება ჩაიცვა და მოსაცვავათაც. ოჩახნინო პირდაპირ აღწევანებულილა. ასევე პერანგი, ოღონდ ჭრელი, ეს უკვე უფრო მეტ, ასე ვთქვათ, რაღაცა გაპრანჭულობას გვაძლევს, მაგრამ ამ ყველაფერს ჯინსთან ეს ყველაფერი არის ჯინსთან, ხო, სამწუხარო რომ არც ეს ჯინსი, იმიტომ ვიფიქრე, რომ იყოს მუქი, რომ ვთქვათ, საღამოს ვარიანტში უკვე ჯინსად აღარ აღიქმება. თუმცა თუ არ ხართ ჯინსის მხმარებლები, ასე ვთქვათ, ხო, რამე მუქი ნაჭრის მუქი შარვალი. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი ასევე. აი ესეთი შავი ჟაკეტი ან თხელი პიჯაკი. ვიცვავთ, ვთქვათ, ამ პერანგზე არის საკმაოდ ელეგანტური გამოსასვლელი. მოვიცვით თეთრ მაისურზე არის ასევე სპორტული საზაფხულო ტანსაცმელი. როგორ ვკუჭავ ამას ყველაფერს? მოკლედ, ეს რამოდენიმე ნივთი, რამდენ ვარიანტს გვექვის ყველგან. გვაქვს ერთი 5 დღე ჩვენ. ეს უკვე 5 დღე გვაქვს. ისე ვითვალისწინებთ, რომ ხასიათი მაქვს ისეთი, რომ არ მინდა რომ არც შემცივდეს, არ დამცხეს და ყოველთვის მინდა ვიყო კომფორტული. ერთი ნამდვილად ზამთრის სვიტრიც მივაქვს, იმიტომ რომ თასში ვარ. აი გადავიცვი ეს სვიტრი, ამოვიცვი ჯინსები და უკვე გადასარევ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მომბეზდა ამ შარვალში ყოფნა სულ. მაქვს ეს 5 თუ 6 დღე ნაირ-ნაირი მომბეზდა. ისეთი იმის გამო რომ ყველაფერი არის ერთფერი, ამის გამო ვიღებთ ერთ თხელ ქვედა ბოლოს და აბსოლუტურად ყველა ზედა რომელიც ჯინსისთვის გვაქვს წაღებული შეგვიძლია ესეთი მაისური თეთრი მაისური კი ბატონო პერანგი თხელი სვიტრი ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზია თხელი ქვედა ბოლო და თბილი ღუნღულა სვიტრი და უკვე ხართ გოგოურად გაპრანჭულები ნივთი რომელიც ზაფხულში ყოველთვის დამაგდა ყველგან ეს არის ეს ეგრეთ წოდებული ხიტონი როგორ ვთქვათ კი ტუნიკა ეს არის ტუნიკა რომელიც ყოველთვის იკავებს 1 სანტიმეტრს მაგრამ არ ვთქვათ დილას საუზმეზე ან ვთქვათ გასარუჯად წასასვლელად წამოსასვლელად ძალიან თუ იქ არის აუზე ჩასასვლელად ძალიან კომფორტული ნივთი რომელიც ძალიან ცოტა ადგილს იკავებს ეს ყველაფერი იყო ჩემ პატარა ჩემონის ერთი ნახევარი მაგრამ ფეხსაც მოზე ხმა არ დაგიძრავს აკეთ უდევს აკეთ ვედავინახე ასევე ერთი რჩევა მინდა მოგცეთ რომელიც მე თვითონ ძალიან კარგად არსებობს ესეთი სარეცხის ბადეები ერთი კაპიკი ღირს ზუსტად აი ამ სარეცხის ბადეებს მე ვხმარობ თეთრეულის აი სამგზავრო თეთრეულის ღამის ტანსაცმლის წინდების ბიუსჰალტერის დიმიტრი როგორც შენახსენე ყველაფერი ხო აი ყველაფერი მაქვს აი ამ ბადეში და ჩანს რადევს ხო მოსანახატავილია ძალიან თვითონ წონა არ აქვს ჩანს ოჩახნი იმიტომ რომ შესაძაც ეს გაუმჭვირვალე იმაშია გვიწევს ქექვა ამაში ქექვა არ გვიწევს გადმოვედით მეორე ნაწილში ნუ ბოტასი ეგრეთ წოდებული ხო სპორტული ფეხსაცმელი რომელიც უხდება ქვედა ბოლოსაც ზაფხულში ძალიან ტენდენციურიც არის და რა თქმა უნდა შარვალსაც უხდება და კიდევ ეს ფუნქცია აქვს რომ თავისთავად არის სათავსოები ერთ სპორტულ ფეხსაცმელში ვდებთ ფენს
თმის საშრობს, თმის საშრობს მადლობს. გააჩნია ზომას და ფეხი ზომას. ხო გიყვებით მეორე სპორტულ ფეხსაცმელში რა გვიდებს ვინ გამოიცნობს? წინდები? არა, წინდები ბადეში. ხო და მე მეგონა წინდები და პარკში გადახურული ქეში. ვაიმე? კუპალნიკი? საცურაო კოსტიუმი გვიდებს. მეორე სპორტულ ფეხსაცმელში, იმიტომ რომ თასში ხარ, თუ ზღვაში ხარ, ქალაქში, ბარში. არ იცი როდის დაგჭირდება. საცურაო კოსტიუმი ყოველთვის უნდა გედოს ერთ-ერთ სპორტულ ფეხსაცმელში, რა იცი რა ხდება თიკა. ხო და ეხა ჩავდებ მე ორივე. გარდა ყველაფერი ორივე უნდა იყოს, რო დაგისწრდება ერთი მეორე არ უნდა ჩაიქო. დიმიტრი. იცი რა, იმდენი ადგილი აქვს კიდე ნინოს იმაში. არა, ნინო მაგაში ფეხსაცმელს და ჩატევს, კაცო, მაგაში. ასეთი ფეხსაცმელი მთისთვის ასევე და ზაფხულისთვის გამოსადეგია, იმიტომ რომ შარვასაც ხდება და ქვედაბოლოს, ესეც სათავსოდ გამოვიყენეთ და ახლა გადავდივარ ამ დეტალებზე. ერთ ციცქნა ადგილს იკავებს ასევე შარფები. აი ყველა იმ ტანსაცმელზე, რომელიც წამოღებული მქონდა, თეთრი მაისური იქნება თუ თეთრი პერანგი იქნება, მოვიცავთ აი ამ შარფს და უკვე არის სამკაულის მაგივრად. ნინ? ჰა? ხუსლები არა? ხუსლები მე მთაში არ წავიღე, თუმცა ადგილი დამრჩა და არ ვიცი, აი ბოლომდე შეიძლება ჩავიგდო. მოკლედ, ერთი მხიარული ფერის, ასე ვთქვათ, სამკაულის მაგივრობის გამწევი შარფი და ეს არის ნივთი, ეს კონკრეტულად კი არა, საერთოდ ეს არის ნივთი, რომლის გარეშეც არც ერთ მოგზაურობაში არ დავდივარ, ერთი დღიანი იქნება და 5 დღიანი. ეს არის ესეთი დიდი, როგორ ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ უცებ შემცივდა გამათბო დამცხა თავზე წავიკარი, მოკლედ ძალიან ბევრ ფუნქციას მისრულებს. მე მიყვარს ეს აუცილებელია. ყველგან აღმოვაჩინე თავიდან ნინო. და აი ეს ნივთი რომელიც ასევე მინდა გასწავლოთ. აი რა არის ეს? თიკა, დიმიტრი, ტონსიკა. ეს არის ის რა ქვია, მეც მაქვს ასეთი საძილე ტომარი. როგორ ბუმბულის ქურთუკი. აი ფილი და აი ეს პატარა ტონსიკა, ზაფხული. წვიმა, ცივა, მე თუ გახსოვთ, წავედი მთაში. მაისური ფერადი. და აი ყოველთვის დაცული ვიქნები. იმიტომ რომ შეგიძლია იქ არ ჩადო, გზაში მოიგდო, ნებისმიერ ადგილას მაგით წახვიდე უპრობლემოდ. რავო, ვერ გავიგე არ მესმის იმაში. თავსაბურავში. აუ, ნინ, ერთი რჩევა მინდა დახმარება, როგორც ყოველთვის კოსმეტიკური საშუალებები ბევრი მაქვს. აი, მომდივარ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქისა. ეს ქისა, რომელშიც ბაიკო შენს მსგავსად მე მიდევს წამლები. ყოჩახ, აი მაგას ველოდებოდი ხა. წამლები, ოღონდ დიდ ფირფიტებს არ ვდებ და წრინა, რამდენი დღითაც მივდივარ, იმდენი დღის წამლები მიდევს ამ პატარა ტომსიკაში და ამ პატარა ტომსიკაში მიდევს სპეციალურად ცარიელი წაბო, რომ გაჩვენოთ. არ უყრი. არ უყრი პატარა ბოთლებს, ასე ვთქვათ. და არასდროს არ მიმაქვს დიდი ბოთლით შამპუნი, დიდი ბოთლით ბალზამი, საცხის დიდი ისინი. ყოველთვის გზავრობის წინ გადმომაქვს აი ესეთ პატარა. ხო, აი ნახე რა მხილები გიჭირავს. აი მოდი შევადა. აი შეხედე. და იცი მე გამოცდილი მაქვს, რამდენ დაბანას ყოფნის აი ეს პატარა ეს აი. რამდენს? და ეს არის საცხის, თქვათ, ასეთი დღის საცხი გადმომაქვს ამაში, ღამის საცხი გადმომაქვს ამაში და ესეც ყველაფერი ისე აპატარავებს ჩემს აი ამ უზარმაზარ ჩანთას. ნინო, მადლობთ. დავუხდი ჩემი მაგალითი მისაბაძი. მადლობთ. არა ერთ საკითხი. ეს რა მოწაიღო, რომელიც არის 5 კილოა თუ რაღაცა იქ. 5 კილოა, მაგრამ ხელს არაფანსაც უხდება. მე მანამდე გავხსნის პერანგსაც და ბევრ ამასაც და მაგიტომ მიგდია. ბოლო. არანაირ ადგილს არ იკავებს. არანაირს აბსოლუტურად არც ამძიმებს, არც არაფერი. ყოველთვის ჩადეთ თქვენ სამგზავრო ჩანთაში ნაჭრის ჩანთა. ეს არის სოს ჩანთა. მეც ვაკეთებ. იმიტომ არ ვიცი, შეგხვდა მეგობარი და გაჩუქა რაღაცა. მოგეწონა რაღაცა იყიდე და ეს ხო გაცვლი. მაგით გახვალ რა, გარეთ ჩააგდებ რა. ნაჭრის ჩანთა. ეს ნინო მაგარი ხარ, მართლა გეუბნები ყოჩა რა. ყოჩახ ნინო. მადლობთ. მაგრამ მე მგონია რომ გვანცეს უფრო რთული ამოცანა აქვს, იმიტომ ხო, ესეც არა, მათაც იქ სამწოდია შიგნით და არა, ესეც არის საკმაოდ პატარა ზომის ჩანთა, როგორც ხედავთ. არ არის დიდი. დიახ. და რა ვიცი, ბევრი რამეს ვატევ მე მაგალითად და მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ჩემს ხელს ეს ყველანაირად ეყოფა. ეს მარტო შენი და შენი შვილის არის თუ არა, მარტო ჩემი შვილის არის. მარტო ბავშვის არის? აქ არის პირსახოცი.
რამდენი? მისი პერსონალური. საზღვაო და ყოველთვის ვცდილობ რომ იყოს თხელი და არ დაიკავოს ბევრი ადგილი და ამ შემთხვევაშიც ესეა. აი ხედავთ. იმიტომ რომ არსებობს უფრო ღუნღულა. ყოველთვის ვყიდულობ თხელს, მით უმეტეს სამგზავროდ. ეს არის მისი საყვარელი ბალიში, რომელიც ყოველთვის გვიდევს ჩემოდანში და ეს უყვარს და იმიტომ? ესეც თხელია, უყვარს და იპრესება ადვილად და ტენი სადაც გინდა. რეპი კიდე ეს სპეციალურად ჩვენ გზავრობისთვის შეძენილი გვაქვს თხელი ზღაპრების წიგნები, ანუ სქელტანიან წიგნებს არასდროს არ ვატარებთ და ყველა ასე ვთქვათ, ჩემოდანში ეს ეტევა. კი. ასევე გვეტევა, ვთქვათ, ესეთი თხელი გასაფერადებელი ალბომი. ზღვაზე მივდივართ ჩვენ ამ შემთხვევაში და დილაგებია უკვე. ხო, ჩალაგებული გვაქვს წყლის თოფი, ანუ რითი შეიძლება შეიქციოს თავი ბავშვმა თქვათ გარკვეული დღების განმავლობაში. დიახ, ბატონო. წყლის თოფი, რომელიც ნუ დიდებიც არსებობს და ყოველთვის პატარა მიგვაქვს. მე მეგონა იტყოდი რომ დიდებსაც უყვართ და პატარებსაც. დიდს ყოველთვის სახლში ვტოვებთ. ჩვენ შემეცნებითი თვალსაზრისით კიდევ გვაქვს აი ესეთი პატარა წიგნუშკები და თქვათ მგზავრობის დროს შეუძლია ციფრები, ხმოვნები და ზეცაში მფრინავი ასე ობიექტები ისწავლოს. მისი ორი საყვარელი მანქანა თითქმის ყველა ჩემოდანში გვეტევა. რამე ამოიღე და ჯერ კიდე სავსეა, ძირი არც ჩანს. აუცილებელი მზისდამცავი საშუალება, რომელიც საკმაოდ დიდია, უფრო პატარაც შეიძლებოდა, მაგრამ მომენტში არ მქონდა, არ მქონდა. ეს არის ქუდი, რომელშიც დევს ქურთუკი. რა პატარა ქურთუკია თუ რა? არის პატარა ქურთუკი. ხო, თხელი. ხავთ ისეთია. თხელი, ანუ ეს არის საწვიმარი და თან ყველანაირ ამინჩი ჩასაცემი. გაუმტარი რომ ხაერ გაუმტარი. და ყოველთვის ვცდილობ რომ თუ კი მივდივართ ისეთ ადგილას, სადაც არ არის ჩვენი სახლი, ყოველთვის მიგვაქვს ჭურჭლის პატარა კომპლექტი. სადაც არის თუნდაც გავხსნი თებში, ღმათებში, ჭიქა, კონჯერაში, ყავზე და ჩანგალი. სუში? ჩვენ გვაქვს ასე თქვა პლასმასის და უმჯობესია რომ იყოს პლასტი, პოლიეთილენის. ჰაპი მარკეტი და ფარდები არ მიგა? რა თქმა უნდა, ესეც დაკუჭულ მდგომარეობაში, რაც არ იკუჭება, ეს არის საცურაო შორტი. სახმარ პირსახოთს რაც შეეხება, ყოველთვის ვერიდები დიდი პირსახოთის წაღებას და ყველა ვიცით ეს ეგრეთ წოდებული პილიონკებს ეძახიან მე მგონი. ძალიან თხელია და კარგად აშრობს, ძალიან და ყოველთვის დაგვაქვს ეს. ვაფლი. და პრინციპში უკვე დანარჩენი არის გამოსაცვლელი იმდენივე დღის ტანსაცმელი, რამდენი დღესაც მივდივართ. აუცილებლად მიგვაქვს ერთი ჟაკეტი. მიგვაქვს აუცილებლად მხოლოდ ორი გზემკლავიანი მაისური და არა უმეტეს. ეს რაღაცა მოწყენილია და. ბოტები, აი რა. ბოტები, რომელშიც არის ტრუსები. ბავშვის ჩატენილი და ნუ წვიმიან ამინჩი უყვართ ჭყაპუნი და ბოტები ყოველთვის დაგვაქვს. რა თქმა უნდა, საზღვაო ფეხსაცმელი და სახლის და ასე ვთქვათ, ზღვის ფეხსაცმელი. და სათამაშოებს რაც შეეხება, მიგვაქვს ისეთ სათამაშოებს, რომელიც ნაკლებ ადგილს იკავებს. აქ არის ფანქრები და ფაზლი. რომელთაც ძალიან ერთობა. მედიკამენტების პატარა შეკვრა, თქვათ, აუცილებლად მიგვაქვს მუცლის ტკივილის, სიცხის დამწევი, თერმომეტრი, ყელის ტკივილის, ყურის და კიდევ რა, ანტიგისტამინური საშუალება. ალერგიის ანუ. ალერგიის. აქაც არის ტანსაცმელი, ისევ იმდენივე დღის და 2-11, რამდენი დღესაც მივდივართ 2-11 ან 3-11. და ყოჩა კიდევ აქ გვაქვს რა თქმა უნდა კეტები და ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც თქვათ თუ მიგვაქვს დახურული ფეხსაცმელი თუ მივდივართ ერთი კვირით მიგვაქვს მხოლოდ ერთი დახურული ფეხსაცმელი მხოლოდ ერთი ღია ფეხსაცმელი ერთი საზღვაო და ერთი ბოტი 4 გამოვიდა ჯამში და მეორე ფეხსაცმელი ჩემოდნის გარეთ და ვერ ჩამიდია აგერვა მოვალა ჩატენივეს ფიზიკური ძალას ვიხმარ და ჯაგრისი და კვილის პასტა აჰა მარტო ეგ არ გრჩება თიკა ესეც გრჩება თუ ვასწრეთ ბაიკოსაც აქ პატარა აღარეტევა მე ერთ რჩევას გეტყვი მე ვაკეთებ ხოლმე ხშირად ესე ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა ძველი სატუცავი ფეხსაცმელები ან ხალათი ან თუნდაც ღამის პერანგი ან თმის დასაბანი რაც იქნება აი ცოტა არის ეს ამებს ყრი და მე ვაგდებ ვტოვე ფიქსადაც ის ვტოვებ და თავისუფალია ხოლმე ჩემი ჩემოდანი და ახალი რაღაცეებით თუ მაქვს ხოლმე შანსი ვავსებ იმით და ესე ბედნიერი დასვენება თქვენ ყველას, ხოლო ვინც ქალაქში რჩებით, ჩვენც მეორე ბლოკს ვუყუროთ ერთად. ჩვენ არ მივიდივართ ხო? არა.